საღამოშიდობის დღეს ქართული აკადემიის დაფუძნებლები არიან კონსილიუმის წევრები ბატონი თემურ ნანეიშვილი და ბატონი ნუკრი ხანთარია, თუმცა ალექსანდრე ხანთარია არის ესე ვთქვათ ოფიციალურად და ესე ვთქვათ მაბატებად მე ნუკრით ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე როგორც გიცნობს საზოგადოება, თუმცა ვიცოდეთ ესე რომ ალექსანდრია და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რაზე? იმაზე, რაზეც საუბრობს მთელი საქართველოს 28 დღე დარჩა არჩევნებამდე, როდესაც ძალიან სერიოზული არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ და უნდა გადაწყდეს რა მიმართულებით გააგრძელებს ქვეყანა განვითარებას. ეს მით უმეტეს დაძაბულობას მატებს ამ საქმეს ისა, რომ ძალიან რადიკალურად განსხვავდება ის ორი ძირითადი არჩევანი, რომელიც ჩვენს წინაშეა. რადიკალურად განსხვავდებიან თვითონ ივანიშვილი და სააკაშვილი ერთმანეთისგან, განსხვავდებიან მსოფლმხედველობით, განსხვავდებიან წარსული განვლილი ცხოვრებით, განსხვავდებიან ადამიანებისადმი დამოკიდებულებით, მომავლისადმი ხედვით, განსხვავდებიან სიტყვა-პასუხით. ფაქტობრივად მათ ცოტა რამ აერთიანებს და ასევე განსხვავდება ესე ვთქვათ ის პოლიტიკური გუნდები, რომელსაც ისინი უდგანან სათავეში და რასაკვირველია ეს პოლიტიკური გუნდების ხასიათს განაპირობებენ ადამიანები, რომელიც მასში არიან. ახლა აქვე ვიტყვით, რომ ბატონი ნუკრი ხანთარია კენწეკრის, მაგრამ ჩვენ ამჯერად ამ კენწეკვით ისანში, ხო, მაგრამ ჩვენ ამჯერად მაინც როგორც კონსილიუმის წევრი და როგორც აკადემიის წევრი ესე ვქოთ გაინტერესებდა დუმობად რომ როდესაც ჩვენ უკვე როგორც პოლიტიკოსის რანგში ვისაუბრებთ იმედი მაქვს და მე ვფიქრობ ეს ძალიან მისასალმებელი იქნება, მაგრამ ეხლა უშუალოდ ვილაპარაკოთ იმ არჩევანზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის წინ არის ჩემო ბატონო. ბატონო, თქვენგან მინდა დავიწყო ესეთი შეკითხვით, რომ აი ეს ორი არჩევანია თითქოს განსხვავდება, მაგრამ არის ერთი რამ, მე გადაცემამდეც გეუბნებოდით, კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ რასაკვირველია ბევრი რამ მოთხოვნილება აქვს ხელისუფლების მიმართ ადამიანს, მაგრამ უშუალოდ სამ რაღაცაზე შეიძლება ამის დაყვანა, რომელიც მოიცავს ზირითადად. ეს არის სამართლიანობა, ეს არის კომპეტენტურობა და ეს არის გაბედულება. აი თქვენ როგორ შეხედავთ ამ ამბავს, რომ ადამიანებმა ეს მთელი სია, რაც არის, მე მგონი 200 კაცამდეა წარმოდგენილი, რომ უბრალოდ გაიარონ და არა ვთქვათ კამაჩი რომ არც ის მომწონს, ასეც მომწონს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის, რაც გვაქვს და გვინდა თუ არ გვინდა, ბედი უნდა ჩავაბაროთ ხელისუფლებას. რომ აი ამ სამი ნიშნით ავირჩიოთ და აი ამ სამი ნიშნით როგორ დაახასიათებდით ჯერ ლიდერებს ივანიშვილს და სააკაშვილს. სამართლიანობა, კომპეტენტურობა, გაბედულება. დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის, იმიტომ რომ ფაქტიურად ვადმოასიკოთ აი ეს კრიტერიუმები არის ღირსების განსაზღვრელი კრიტერიუმები. ამის მიხედვით, ესე იგი, ვისაც მოსწონს სამართლიანობა, ვინც სამართლიანია, ის ღირსეული ადამიანი არის და ასე შემდეგ. და ყველაზე შეიძლება ითქვას, ყველა იმ სამივე კრიტერიუმზე, რა თქვენ ბრძანდით, რომ ეს არის თუ აი ეს შეგრძნება არა აქვს, რომელიმე ამ სამიდან სამივე თუ არა აქვს, ის ღირსეული ადამიანი ვერ იქნება. ეხლა მოდით განსაზღვროთ ჩვენ ლაპარაკობთ პირველ პირებზე, ხო? სიაში არც ერთი არ არის ესა, მაგრამ არიან ამ გუნდების, ასე ვთქვათ, მამამთავრები და სული ჩამდგმელები ყველა იდეისა, იმიტომ რომ აქ უკვე კაცის კაცზე არ არის ლაპარაკი, აქ არის პირდაპირ უშუალოდ პირველ კაცებზე ლაპარაკი, ხო? რა თქმა უნდა, ვერც ერთ კრიტერიუმს ბატონი მიხეილი ვერ აკმაყოფილებს. მე ამის პირდაპირ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას რა უბედურებაც ახლა შეის ყველაზე დიდი უბედურება არის უსამართლობა. ადამიანს არ აქვს შეგრძნება იმისა და იმედი იმისა, რომ ოდნავ სადმე სამართალს იპოვის. ამაზე არის აგებული ყველაფერი და სწორედ ამიტომ არის ყველაზე პირველი გასაკეთებელი, რასაც სწორედ მისი მოწინააღმდეგე გუნდი რაზეც საუბრობს, რომ პირველი რაც არის გასაკეთებელი, აი ბატონი ნუკრის როდესაც ხდება თავის ამომრჩევას, ეს არის რომ პირველი არის გასაკეთებელი ის, რომ სასამართლო უნდა აღსდგეს, რომ ადამიანს უნდა კონდეს დაცულობის უნარი. საზღვრის დაცულობა ბატონოვასიკო არის შემდეგი ამოცანა და თავდაუსხმელობის და ასე შემდეგ. პირველი არის ადამიანს საკუთარი სიმართლის პოვნის იმედი უნდა კონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ადამიანი ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმაზე ჩმორდება. თანათანობით და ჩვენ ახლა ისეთ საზოგადოება მივიღეთ, რომელსაც არაფრის აღარ ასწამს, იმიტომ რომ მაინც არ გამოვა, მაინც არ იქნება, მაინც. აი ახლა ეს მაგალითები რაც იყო, ალბათ თქვენ გვასაუბრებთ მაგაზე, აი ახლა რაც ხდება იქ პანკიზის ხეობასთან, იმ
მდულობათას ხეობასთან დაკავშირებით, ესეც ყველაფერი იმაზე ასხამს. ახლა მოდი ავიღოთ მეორე მხარე. მეორე მხარე ზოგს გონია, რომ ბატონი ბიძინას კაპიტალი არის ფინანსური ისა, არ არის ეგრე. მე სულ ადრე ვთქვი ესა ტელევიზიით და დღესაც იმაზე ვჩები, რომ ძირითადი მისი კაპიტალი არის მისი წარსული. ძირითადი კაპიტალი რაც ჩვენ გუში ვნახეთ, ადამიანს რომელსაც საკუთარი ოჯახი უყვარს, აქედან იწყება ყველაფერი. აი ბატონ ნუკრის აქვს ასეთი, ასე ვთქვათ, რა ქვია მაგას ბატონ ნუკრი სლოგანი, რომ ძლიერი ოჯახი ძლიერი ქვეყანა არის, ხო? სააკაშვილმა ამას დაუპირისპირა პირიქით რა, ჯერ სახელმწიფო ავაგოთ და მე ვიფიქროთ ოჯახზე ვერ ააგებს სახელმწიფოს, ისე შევარცხლინე ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ოჯახი ბედნიერი არ არის. აი მე რატო ვამბობ ოჯახს იცით, რომ კაც რომელსაც საკუთარი ოჯახი უყვარს, კაც რომელსაც საკუთარი ცოლ-შვილი უყვარს, იმას ჩემი ცოლ-შვილიც ეყვარება. იმას ექნება იმის შეგრძნება, რომ ადამიანი ბედნიერი მაშინ არის, როდესაც ის მშვიდად არის თავის ოჯახშია რა. აი ეს ყველაფერი ბატონ ბიძინას კარგადაა გააზრებული და სწორედ ყველა მისი დაპირება, ყველა მისი პუნქტი არის მიმართული იქითკენ, რომ უპირველეს ყოვლისა იყოს ოჯახი ბედნიერი, ადამიანი იყოს ბედნიერი, ოჯახი და შემდეგ ამის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ქვეყნის გაძლიერება სწორედ პარალელურად უნდა ხდებოდეს. ასე რომ სრულიად რადიკალურად განსხვავებული პირები არიან დაპირისპირებულები. სრულიად რადიკალური და მე ვერ წარმომიდგენია, რომ დღევანდელმა საქართველომ არჩევანი გააკეთოს ისეთი უღირსი, ისეთი, რომ აი ეხლაც, ერთხელაც კიდევ ამდენი ტყვილი სატანა, ამდენი სიცრუის სატანა, რა ვიცი, ძალიან ძნელი წარმოსადგენი არის, რომ ვერ წარმომიდგენია უბრალოდ, რომ ეს გაგრძელდეს. და რომ დავდივარ რა, მთელი საქართველო მოვიარე ბატონო თითქმის ხო? და კიდე მაქვს მოსავლელი გარკვეული ნაწილია რა. ისე არის ხალხი აღშფოთებული და სწორედ ამას უჩებიან, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. რომ პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი აკლია, სოციალურად გაჭირებულია, აი ამ ზნეობრივ კატეგორიებს წევენ სწორედ წინ წევენ ამას სწორედ, რომ აი ამის იმედი არ აქვს, იმის იმედი არ აქვს, რომ სამართლიანობა არ არის, არაფერი ის რაც საერთოდ დღევანდელ 21 საუკუნეში კი არა, საერთოდ ადამიანს ეკუთვნის და ადამიანს განასხვავებს სხვა სულიერისაგან, აი სწორედ ის მოგვაკლო ამ ხელისუფლებამ. და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი გუნდიც, რომელიც მან არჩია, არა, მე სიას რო გადავხედე, სწორედ იმ გუნდში ბევრი აკმაყოფილებს, ბევრი კი არა უმრავლესობა აკმაყოფილებს, ღირსეულად გაიარეს მათ თავის ცხოვრება. ეხლა ლაპარაკობენ, რომ რა არის ისე, არა, ეგ არის ის პოლიტიკური რეალობა, რაც გვაქვს და ის ხალხი, ვინც იქ არის, სწორედ ვერცერთზე ვერ იტყვი, რომ უზნეო არის. ამის თქმა სამწუხაროდ არ შემიძლია მეორე სიასე. ბატონო, ის გადავიდეთ, შემდეგ სიებს დაუბრუნდეთ. ანუ ესე იგი პირველი ამ სამართლიანობას რამდენად ეთანხმები, რომ აი ამ კრიტერიუმებით იქნას არჩეული, ვინაიდან ჩვენ სასწორზე ვერ ავწოდავთ სულის გასაზომი რა ამ სასწორი არ არის, ეს არის წარსული და ადამიანისა, რომელიც ჩვენ თვალწინაა და კიდევ არის გული და გონება, რითაც შეგვიძლია ადამიანს შევაფასოთ. ერთია რამდენად ეთანხმები სამართლიანობა კომპეტენტურობას და გამედულებით, რომ შევაფასოთ და მეორე აი შენ დადიხარ ახლა, მე ამ წუთში არ მაინტერესებს პროგრამა შენი და ეს არა და ადამიანებს ხვდები უამრავს. რამდენად არის ამის მოთხოვნა ამ თუ შეიძლება ითქვას ამ სამი ცნებისა. პირველ რიგში მადლობთ ბატონო ვასიკო მოწვევისათვის, მეგესალმები მაყურებელს და მოგახსენებთ, რომ რა თქმა უნდა ეს არის ძირითადი გამსაზღვრელი ადამიანობის, რომ რა კოკასაშიგან რაც არის მოგეხსენებათ არა და აი ამ კოკასაშიგან უნდა განასხვაონ სწორედ სად რა არის და ძალიან მარტივია აქ განსხვავება. აი ავიღოთ პირველი სამართლიანობა მაგალითად და მიხეილ სააკაშვილი და სამართლიანობა. უკვე კომიკურია ეს ყველაფერი. თუ ჩვენ ავიღებთ იმას, რომ ტერიტორიებს გავამთლიანებ, ასე დაგვპირდა ეს დაპირებებს თუ გადავხედავთ და რა მოხდა? აგერ გვიყენია ჩვენთან ახლოს უკვე რუსის ჯარი. მერე არის სიღარიბის გარეშე და რაც მე ახლა სიღარიბე ვნახე, აი არ ვიცი როგორ გული არ უსყდება ხელისუფალი რო ხარ შენ და აი ლამისავე ღამები მართლა არ მძღავს, იმდენ გაჭირვებას ვხედავ და როგორ გააუქმა სიღარიბე. მე ლაპარაკი საქმის ნაცვლად ხომ? ეხლა ამბობს მეტისარგებელი ხალხს. მეტი სულ ამბობ ხოლმე, აი ხალხში და ვცდი ამ ფრაზას ხოლმე, იმიტომ რომ მართლა ესე მგონია, მეტი ის არის ქართულად, რომ რაღაცა მოგეცი და ახლა მეც გაძლევა რა, ხوار მეშლება, არ ვიცი. და რა მოგცა თუ ეუბნები და ამაზე არის დიდი აღშფოთება სწორედ. დიდი
აღშფოთება აქეთ და გაბედულება რა საკვირველია. გაბედულება და გორია გავიხსენოთ. აღარ გვინდა არაფერი, გორის ქუჩა, გონი მეჯვრისხევით ქუჩა, თუ არ ვწდები, გორში ზემოთ თვითფრინავი და საგარეო საქმეთა მინისტრი დატოვებული საფრანგეთის და თუმცა ერთი რამეც არის რომ ვინმეს ბოწოს თუ არ ბოწოს აქედან გაბედულების ამოღება არ შეიძლება გარდა იმისა რომ კვლევების არის მართლაც ეს არის რაც მოეთხოვება ხელისუფალს შეიძლება ვეფხისტყაოსანი არ იცოდეს დარც როიალზე და არ იცოდეს ვეფხისტყაოსანის უნდა იცოდეს ეს ყოველთვის კომპეტენტურობაში შედის როცა შენ ხარ პირველი პირი და შენ ასეთ რამეს ამბობ მაშინ არ უნდა თქვა მაშინ მაგრამ მე არ მგონია რომ მაგან არის ის ვეფხისტყაოსანი აი ეს პირველი ფრაზა ახლა სკოლიდან ემახსოვრებოდა მაგრამ ისეთი ისტერიკული მდგომარეობა ისეთი პანიკაა რომ აი ამ დროს რო ეკითხა რა ქვია უცბად ხო თქვენი სახელი რა არის შეიძლება ვერ ეთქვა იმდენად არის ქაოსში ახლა თვითონ ჩართული ასე რომ აი აქეთ ხარეს აი რო განვალაგოთ ეს არის რა თქმა უნდა კომიკური მდგომარეობა რომ არ იყოს ჩვენთვის ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ხიფათის მომცველი აი მისი ასეთი მდგომარეობა მეორე მხარეს თქვათ ახლა ბიძინა ივანიშვილმა რა თქვა და რა არ გააკეთა ესე იგი რაც მან თქვა თავის წარსულის განმავლობაში ყველაფერი ეს გაკეთდა და ეხლა რო იძახიან ესენი რომ აი ჩვენ აშენებულს არ დაგანგრევინებთ აი აქ არის კიდე რაღაც ძალიან დიდი სამწუხარო მდგომარეობა ჩადებული ისეთი რომ მას აი სამამულო ომამდე აყავს ეს არჩევნები და აი ეს არის უკვე ძალიან მთავარი ხიფათი რო გითხრათ და ამის და ჩვენ ვამბობთ მოვდივარ და ბატონი ბიძინა ამბობს ხო მოვდივარ ამისთვის ყველა მეხლა კარგად იცით ასე რომ რაც გაუკეთებია ეს ნახე წილი იმაში ბიძინა ივანიშვილის არის 80% აი რითაც ახლა ესენი ტრაბახობენ ეს არის კომპეტენტურობა და გადავხედოთ ასევე მის ბიოგრაფიას და რა კომპეტენტურობა აქვს სწორედ მენეჯერობაში ბიზნესში და ესეც არის მის შედეგზე და ეს აშკარაა და მესამე რას თქვი თქვენ გაბედულება გაუბედავი კაცი აი ასეთ ვითარებაში რომ მას დააყენა თავისი ოჯახი, თავისიავლადიდება და თავისი სიცოცხლე. რა თქმა უნდა, გაუბედავი კაცი აი ესეთ მდგომარეობაში არ შემოვიდოდა. ამიტომ ამბობ, რომ აქ ძალიან მარტივი არჩევანი, ასარჩევი არაფერი არ არის. ერთი არის შეჩვეული ჭირი და უნდა ვთქვას მაშინ ჩვენმა მოსახლეობამ, რომ ეს მირჩევნია ჯანდაბად ჩემ თავს ჩავყვები ამას და მეორე არის მართლაც რომ ვდგევართ იმ მიჯნაზე, რომ შეიცვალოს ყოველი ადამიანის ყოფა და ოჯახებმა იგრძნონ, რომ დგებიან ფეხზე. დგებიან ფეხზე, იმიტომ რომ ეს თავინახე რომ არის უმნიშვნელოვანეს. შეუძლებელია ჩვენ ვილაპარაკოთ რაღაცა ძლიერ ამოსილ, ძლიერ სახელმწიფოზე, პირველად მსოფლიოში, აი ეგეთ რაღაცეებზე და ამ დროს იყოს წელში გატეხილი ოჯახები და რა მაკვირვებს იცით ვანოვასიკო რომ ახლა მე საქართველოს თითქმის აი ბატონ თემურისთან ერთად დავდიოდით ახლა ეს ბოლოხანები მოუწყდი უკვე ერთი თვე და ძირითადად ისნის რაიონში ძირითადად კერა სულისლის რაიონში წასახავს საქართველოს რეალებ მაგრამ რას ვამბობ რაც მე ახლა ვხედავ აი ესე როგორ უნდა მოახერხოს კაცმა ერთნაირად ყველა მხარის გაღატაკება ოჯახების იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ იმერეთში სხვა მდგომარეობა კახეთში სხვა მოსავლიანობა ყოველთვის იყო ხოლმე რაღაც თანაფარდობა იქ უფრო ღარიბი ზოგან არა ერთნაირად გატეხილი წესი ეხლა რეკლამაზე გავიდე და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი გრძელდება კონსულები და ჩვენი სტუმრები არიან ქართული აკადემიის დამფუძნებლები ბატონი თემურ ნანეიშვილი და ბატონი ნუკრი კანთარია რომელიც შევიტყო დღესაბრ ალექსანდრეს ყოფილა ასე ვთქვათ მისი სახელი და ჩვენ საუბრობთ იმ ვითარებაზე რაც საქართველოსია მაგრამ სამ საუბარს გავაგრძელებთ მე მინდა ვთქვათ რომ გადის რეკლამა რომ 28 დღე დარჩა არჩევნებამდე ხოლო არჩევნებამდე არ დასჭა 28 დღე და ჩვენ თუ არ ვიაქტიურებთ თელმა საზოგადოებამ 28 დღეში ბატონი თემურ და ბატონი ნუკრი გამორთავენ იმას ქერიდან და დიდი ალბათობაა იმისა რომ ამ არხების გარეშე დარჩება მაესტროსა და მეცხრე არხის გარეშე დარჩება საზოგადოება და საქმე არ გახლავთ ხოლმე ტელევიზიის ყურებაში ტელევიზორის გარეშე ადამიანი გაძლებს და თუ არ შეხედავს ამ ტელევიზორს ეს არ არის უბედურება ის შეურაცხყოფაა და რომელსაც შეუძლია რომ ხელისუფლება მიაყენოს საზოგადოებას და გამოურთოს ტელევიზორი თუ ტელევიზორი საჭიროა ჩვენ თვითონ გამურთავს ამას მოქალაქე ეხლა ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი აზრით საუბრობდით ნუკრი ბახსედა ბატონი თემო ძალიან საინტერესო თემა რომ ასე იგი თუ რეკლამაზე საუბრობდით რომ ხელისუფლება ასე განუწყვეტლივ ამბობს რომ მოვა ახალი აი რადიკალურად გასხვავება მე ასეთი ვარ მშენებელი და მოვა ახალი ძალა რომელიც დაანგრევს ყველაფერს და ამას ამბობს ეს შედეგები აი მასთან დაკავშირებით ხო არაფერი არ გაგონდებათ ამ ხელისუფლების და დანგრევასთან ერთად გრევასთან დაკავშირებით ჩემი შეკითხარი გული მოგიკალიო აი ეს გამახსენდა ახლა
გრევის სპეციალისტები არიან და ისეთი გრევისა, რომელიც არ უნდა გაეკეთებიათ უბრალოდ. მე ძალიან კარგად მახსოვს და მთელ საზოგადოებას ახსოვს რა ამბავი იყავი, იქ ღამეები გამითენებია სხვა შორის მე იმ კორპუსთან, რა ქვია იმ ქუჩას, თაბუკაშვილის ქუჩაზე და რაჭაშკი რაღაც ავანტიურის გამო იქ ხიდი ისაკნეს, რა ქვია დელიშკი დელისთან დაიგრა ქუთაისში დედაშვილი დაიღუპა იქ ქუთაისში ააფეთქეს ისაწყინვალე მემორიალი ნუ ასეთი რამე და ამის გამკეთებელი კაცი რომ ივანიშვილზე ფილმს გააკეთებენ ხო ფილმი რაღაცა 5 წუთიანი რეკლამა გააკეთა იმ ნასარიძემ ხო რომ დამანგრეველი მოდისო კაცო ვიზი ამბობ ეხლა ბოლოს და ბოლოს იცით ყველაფერს აქვს თავის საზღვარი და ბატონი ბიძინა თუ არ ამბობს ეხლა ჩვენ უდაგვაზარელებს იმითი რომ ჩვენ არ თქვათ ეხლა ნუ აგვიგზავნებს ამას იმიტომ რომ უკვე ყველამ ვიცით რომ თურმე აგერ სამება მისი აშენებულია 550-მდე სალოცავი გაარემოდა და ააშენა პოლიციას ჩააცვა და დაახურა გორის ესე რა ქვია რა ქვია იმას სამხედრო გოსპიტალი და ეს მთელი უშველებელი უნივერსიტეტი თუ არ ვწდები უნივერსიტეტი 60 მილიონით რაღაცა გადაიხადა იმაში ჩემო ბატონო პირველი კორპუსი და ესა მაგრამ უნივერსიტეტში შინაარსი დაანგრიეს ამაზე თუ გვექნება დრო ამას არ უშველის გარემონტება ის სხვა პრობლემა არის ჩემო ბატონო უამრავი რამაც რასაც თიც დავადებთ ხელს დავადებთ თურმე ყველაფერში მონაწილეა გზებშიც ჩადებული აქ ბატონ ბიძინას 2 მილიარდამდე არის ჩადებული თანხა რაც მთავარი არის ამის საკომპენსაციოდ ეს კაცი არაფერს არ თხოვობდა მე ძალიან კარგად მახსოვს რომ პირველი ეს იყო ეხლა შეგვახსენეს რომ პირველი მილიონი რო იშოვა ამ კაცმა 800 ტრაქტორი გამოგზავნა ფოჩი ამის კადრები ყოფილა თურმე და ამასინებზე აჩვენეს ეს არ შეიძლება ბატონებო მე მინდა ხელისუფლებას მიმართო ისედაც იმდეს იტყუებიან კაცო აგერ დღეს რა ტყილებშიც მთელმა გუში ჩერგულეიშვილი ამბობდა რომ როგორ კაცო ორ კაცს დაუჯეროთო და ამ ხელა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუჯეროთო აგერ გუშ დღეს გამოჩნდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თურმე იტყუებოდა ხო ასე არის ამ საზოგადოებას უკვე აღარ ჯერა ამისი და რაც არ უნდა ეს კლიპები აკეთონ ისა რომ ბიძინა არის თურმე დამანგრეველი მოდის დამანგრეველი ძალა და აღმშენებელი ძალა უნდა დავტოვოთ საუკუნეობით ხელისუფლებაში ეს უკვე აღარ გაჭრის აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბატონო ვასიკო მთელი საქართველო მოვიარე და გეუბნებით რომ ამ ზვავს ამ კენჭებით ვერ გააჩერებ ხალხი ისე არის მომზადებული და ისე უნდა ცვლილება რომ ამის შეცვლა ამ განწყობილების შეცვლა შეუძლებელი არის პირიქით მოიმართოს რას არის ხალხი ამ ცვლილებიდან ცვლილება რომ უნდა ეხლა ამაზე არ ვიკამათოთ და ვიცით და რიტორიულ კითხვას არ დავსვამ რას ელოდება ამ ცვლილებისგან პირველ რიგში ელოდება რომ რაღაცა გარკვეული მათი ოჯახისთვის რაღაცა სივრცე გაჩნდება რა სივრცე გაჩნდება განთავისუფლდება სივრცე აი ამ წნეხისაგან რა წნეხის განმავლობაში არიან ესენი აი ამდენი ხნის განმავლობაში ელოდება სიმართლეს ელოდება კიდე ღირსების აღდგენას და უმთავრესი მაინც არის ეხლა მე რო დავდევარ ეს არის აი როგორ მოახერხა ამან რომ აი ესე ულუკმაპუროთ ფაქტურად დატოვებულია ხალხი და ძალიან ელოდება თავისუფალ სასამართლოს ძალიან ელოდება მართლაც დასაქმებას ამას ეხლა ყველა ამბობს ბატონო ეხლა არჩევნებია მოდით ეხლა თავს ყველა ამბობს თუ ზოგი თავიდან ზოგი ბოლოდან, ზოგი შუიდან არავინ არ იტყვის ახლა რომ ჩემი პრიორიტეტია კოსმოსში თანამგზავრი უნდა გაუშვა. ხო ამით გულს ვერ მოიგებს რა თქმა უნდა. და ვერცლაზიკის ყველა იძახის. ხო აი ამას გავაკეთე. ეხლა თავარია მოსახლეობამ და ეს კარგად იცის და ხვდება რომ ერთია ვინ არის გულწრფელი და მეორეა მარტო გულწრფელობა ამ საქმეს არ შველის. ვინ არის ამისი გამკეთებელი? აი აქ არის სწორედ ანალიზი და ისინი ხვდებიან რომ სწორედ გამკეთებელი ვინც არის? აი ის არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება და ბეძინა ივანიშვილი, რომელიც გარშემოც მოიყარა ყველაფერმა თავი და ეს აღარ არის ხა პარტიებისაგან შემდგარი კოალიცია. ნუ რა მაინტერესებს რამდენი დაბას გაგზავნება, რამდენი ბილბორდი გაქვს შენ გაკეთებული რაიონში, ისეთის რაიონში? არც ერთი ბილბორდი არ გვაქვს, ჩვენ ბილბორდები არ გვექნება, მინდა ვთქვა, არც ერთი ბილბორდი და ყოველ ფეხის ნაბიჯზეა სწორედ ნაციონალების გაღიმებული ვეხსახეებით ბილბორდები და ესეც აღიზიანებს ხალხს უკვე. ეს ყველაფერი აღიზიანებს და ვამბობ რომ ეს არ არის მარტო
კოალიცია პარტიებისაგან შემდგარი. ეს არის ჭეშმარიტად, აი რომ ვიძახდით ხოლმე საყოველთაო სახალხო მოძრაობა, იმიტომ რომ მთელი საქართველოს თითქმის ფეხზე დგას. ნაწილი ჯერჯერობით დამჯდარია ფანჯარასთან, მაგრამ იმასაც გული ერჩის, როდის ადგება, ოღონდ მე არაფერი მომივახო. ვიცით, ეს აი ამ მომენტში ისიც შემოუერთდება. ასე რომ აქ ყველაფერი ფაქტიურად გადაწყვეტილია ერთის მხრივ, მაგრამ არის დიდი შიში მოსახლეობაში, რომ ესენი ისვრიან, რომ ესენი მარტო ქვების სროლას არ დაჯერდებიან, რომ უკვე გაისროლეს, რომ მათი ტყუილი და აქვთ ერთადერთი მათი ძირითადი ეს არის ტყუილი და აი ტყუილი კიდე რაც თქვით ახლა ლაფალყურთან და იმასთან დაკავშირებით, ხო, რომ თურმე ეს არ ყოფილა ესე. აი დღესაც ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ ეს ყველაფერი კარგი ბოლომდე მზათავართ, მაგრამ ესენი ხო ვიცით, რომ მაინც რაღაცას გააკეთებენ. მე ვეუბნები ყველას და მინდა მიმართო. ისეთ უპირატესობაში ვართ ახლა, ისეთ უმრავლესობაში ვართ, ოღონდ ეს საჭიროა, რომ აი ამ დღეების განმავლობაში გულგრილობა არ შეგვეპაროს, მოდუნება არ შეგვეპაროს ჩვენ და აი ეს მზაფრი სურვილი გამოვკვეთოთ მართლაც. ასეთ შემთხვევაში უკვე იქნება მხარდაჭერა უცხოეთის, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თუ შენ ნელთბილად ახარ ახლა ვინ რა თავს აიტკიებს ჩვენთვის ეს ძალიან ადვილია უკვე და დღეს უკვე იყო რაღაც სიმპტომები, რამდენადაც მე ვიცი რა მოვასწარი და შევხედე უკვე სწორედ აი რა ის არა თუ NDS უკვე იყო ცოტა შეცვლილი ტონალობები, უკვე იყო ეგ სერიოზული, ასე რომ ვამბობ ჩვენი სიმრავლე, ჩვენი ძალიან დიდი სურვილი ცვლილებებისა, რომ ჩვენ ოჯახებში შეაღწიოს რაღაცა სიკეთე, აი სწორედ განსაზღვრავს იმას, რომ ვერავით არის სროლა, ვერაფერი ვერ იქნება და თუ იქნება, ეს იქნება უკვე სამარის გათხრა მათთვის. თერმარაკთა და რეკლამამდე ცოტა თუ გაგვატონოთ ეს საკითხი რომ ამოვწუროთ. ამ ახლა არ ვილაპარაკო საიდან მოდის ხოლმე ეს ხმები ეგრეთ წოდებული გაიცვლიან, არ ვიდეს ესე ვთქვა, შეიძლება ხვდებოდეთ, მაგრამ აი თქვენ მინავთ რა რესურსი აქვს ამ ხელისუფლებას, სინდისი არ ვამბობ. რა რესურსი აქვს ამ ხელისუფლებას, ესე ვთქვა, ეს ეგრეთ წოდებული ამ გასრულის. მე მაგალითად მგონია რომ ეს არის ნოლი აბსოლუტურად. იცით, ეს ძალიან საინტერესო საკითხი არის. აი მაგალითად, როდესაც ამბობენ რომ მასშტაბლებმა მოთხოვესო მშობლებსო მოიტანეთო პირადობის მოძრაობა. ეს არის მასიური ფსიქოზის დათესვის მიზეზი. რაში ჭირდება? გეკითხებით საჯარო რეზს გაუგზავნიან სიას და ისეთ რამეებს მონაცემებს მისცემენ, რაც თქვენ არ იცით თქვენი თავის შესახებ, ხო? ამდენად ეს ყველაფერი არის, ან და უყურეთ, ახლა თვითონ როგორ არიან შეშლებული. მე ვეპარება რომ ეს რესურსი ჰქონდეთ, უყურეთ, არც ერთ დიდ ქალაქში, არც ერთ უბრალოდ დიდ მიტინგზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვამზადებთ ხოლმე, ერთი პოლიციელი არ მოდის, არ მოყავთ. რატომ რა არ დაგისვიათ ეს კითხვა? ხო წესით ხო უნდა მოიყვანონ რომ რაღაც საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვან, ან სასტრაფო მანქანები უნდა იდგეს, რაღაცა ხო უნდა იყოს რომ შემიქით არ გადადახდეთ და წესრიგი დაიცვან. უბრალოდ ჩვენ მივაჩვიეთ ახლა პოლიციელი თუ არის აუცილებლად კეტი უნდა კონდესო. არ არის ასე საკმაო. ბანონთან ხანდახან არიან, აი მცხეთაში იყვნენ და ისეთ გულდასმით უსმენდნენ ბიზნესს. არა, ის 1-2 მანქანა იდგა ჩვენ რომ დავინახეთ, ის არაფერი არ არის, კაცო. მე ვამბობ რომ აი წარმოდგენია, იმიტომ რომ ის პოლიციელები, ის ახალგაზრდები არიან ქართველები. ხო? არ არის მე ნაციონალობა არ მაქვს. საქართველოს პატრიოტები შეიძლება იყოს, ხო? და წუხელი შეიძლება წინა ღამეს დალია საქართველოს სადღეგრძელო და ქართველი ხალხის სადღეგრძელო. ამ დროს მოვიდნენ აქ ხედავენ ამდენ გაბადრულ სახელს, ამდენ ბედნიერ ადამიანს. მერე უსმენენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მართლა სპექტაკლი არის. მართლა გულწრფელად ლაპარაკობს და აი როლი გამოდის მისი იმიდან პირიდან, ხო ისე ლაპარაკობს. არ შეიძლება რომ არ მოგნუსხოს, ხო სწორი არა? ხო და ეშინიათ ბატონო ჩემო არ გამეორდეს მაგალითად 9 აპრილის სინდრომი. რაც იყო რომ საბჭოთა მილიცია გადმოვიდა ამბოხში. ახლა მე გეტყვი და ყოველ შემთხვევაში ლანძღვას, გინებას და ჩხაველს ქირურგისმენ ხოლმე იმას ნამდვილად ახლა იქ ვერ მოისმენთ, იქ არ არის. ჩვენ ვთქვით დასაწყისში კონტრასტი საუბარშიც არის ძალიან სერიოზული. ის სხვა ფორმით ცდილობს რომ სააკაშვილი მოიმხროს ადამიანები ხო, ზოგიერთი პარტია კიდე ბაძავს ახლა ვითომ ოპოზიციური პარტია. აქ არ არის ეგრე, აქ არის დაფიქრებული. რეკლამა ბატონ თემურ და შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი. ზედება კონსულები დღეს კონსულების წევრები არიან ბატონი ნუკრი კანთარია და ბატონი თემურ ნანეიშვილი. ჩვენ საუბრობთ წინა საარჩევნო გარემოზე და იმ დაკვირვებაზე, რომელიც ჩვენ სტუმრებს გააჩნიათ. ახლა ერთი მინდა დღეს NDA-მ გააკეთა ნუკრი განცხადება
განცხადება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ კი განსხვავდება სხვა განცხადებებისგან, მაგრამ გარკვეული ჯორჯოფობა, რომელიც ამ იდუმალ ორგანიზაციას ახასიათებს, ისევ ინარჩუნებს მთელი საკითხში. მაგალითად, ერთი ესეთი განცხადება არის, რომ მთავრობა ვალდებულია სამართლიანი საარჩევნო კანონები მიიღოს და ისინი მიუკერძებლად აღასრულოს. ოპოზიცია კი კანონს უნდა დაემორჩილოს. ახლა ამას აი როგორ შეაფასებდით ახლა ვთქვათ ერთის მხრივ თითქოს რიტორიკა არის უნდა სამართლიან კანონებს იღებდეს, მაგრამ ეს არის სადამკვირვებლო ორგანიზაცია და არ გვეუბნება სამართლიანია თუ არა ის კანონები, რომელიც მიიღო. უბრალოდ ესე ვთქვათ აფორიზმი ამაზე უნდა უთხრა შენ პირ შაქარი, ეგრე უნდა იყოს, რა თქმა უნდა. მაგრამ სამართლიანი კანონები უნდა მიიღოს. ესე რა თქვა, ეცე ფხესყაოსანი ზობს უსამართლო კანონსა, კანონი სამართლიანიო, ფაქტიურად ესე. ახლა ეს ორგანიზაცია ყველამ ვიცით, რომ მაინც და მაინც ახლა არ შეინიშნება ძალიან დიდ მიუკერძოებლობაში და რაღაცა სამხრივობა აქამდე ახასიათებდა და მე სწორედ იმიტომ შევნიშნე, რომ აი დღეს უკვე რაღაც ცოტა იმ განცხადებაში სხვა ტონალობები შევიდა, როცა ლაპარაკობს ის შერჩევით სამართალზე. არაპროპორციულ ჯარიმებზე და აქედან უფრო მეჩნდება ეს წმენა, რომ სწორედ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება, ეს არის სწორედ მართლაც ჩვენი ხალხის აი ესეთი მძაფრი სურვილი და გამოსვლა და აი ამ უმრავლესობის დემონსტრირება. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდე შეიცვლება, უფრო და უფრო შეიცვლება, იმიტომ და 29-ში როცა მთელი საქართველოს ფეხზე დადგება მართლა უკვე და მე აი რა თქმა უნდა, ვეღარ მოახერხებენ ესენი ახლა რომ თქვან, რომ აი ის რაც ყუჩ თუ კი ვიღაცამ გაბედა და იქ გადაწერა რაღაცა, რაცაც მგონია რომ ეხლა ამას ძალიან დიდი შრომა დაჭირდება, ესე ადვილი ეს ვერ იქნება ეხლა. ზოგს გონია რომ ეს არის ძალიან ადვილი ეხლა იქ რომ უცბათობაში დაიდოს ვიღაცამ სხვა ფურცელი ან CSGO-ში დახურონ კარები რაღაც სხვა ეს ეხლა ვეღარ გაბედავს უკვე ვერავინ, თუმცა უნდა იყოს ყველა მზად. თუ ეს სიმძაფრე იქნება აი ამ დიდი ჩვენი ხალხისა, რომელიც ფეხზე. მაშინ ასეთი ორგანიზაციები თქვენ ნახავთ როგორ უცბად შეიცვლიან თავის აი იმ ტონალობებს კი არა, უკვე იქნება მათი სვლა ძირითადად ორიენტირებული იმაზე, საით მხარეს არის ძალა. საით მხარეს არის ძალა და ძალა ეხლა არის ხალხის მხარეს რა. აი ამას ვამბობ ძალიან მთელი ჩემი რწმენით და ამას სხვა ორგანიზაციებიც უკვე მიბაძავენ. ამიტომ ეს დამკვირვებლო მისია, რომელიც ჩამოსულია, აი ყველაფერი ჯერჯერობით მიდის ძალიან სწორად, რა ვთქვათ, ბიზნეს აქ ბატონ ბიზნეს მართლა გათვლილი და გათვლაში. დაგროვდა ეს მთელი ეს უკანონოები, ახლა ისინი ამას სწავლობენ, ჩემო ბატონო და ყველაფერს აი ისეა, რომ წყალი რო არ გაუვა, ხო? აგერ არის დაყადაღება, აგერ არის არაპროპორციული ჯარიმები, აქ არის შერჩევითი სამართალი, აბატონო ეუბნებიან გადახეთი. ახლა აი ამაზე როგორ უნდა თქვა, რომ ეს არ არის სწორი. აი ეს გროვდება. მე ამის შემდეგ გროვდება კიდე ამათი სწორედ საგბენი საგმირონი ნაციონალების კიდე ის ხაფანგები, რომელიც გამომჟღავნდება აი ამ დროს და მე ეს ჩვენი ხალხის მართლაც ასეთი დიდი სურვილი და ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ სწორედ სიკეთით ამ არჩევნებამდე. ბატონო ვასიკო, მე დავუმატებდი, რომ ეს სხვა შორის თვითონ მათზე ახდენს უკვე ზემოქმედებას, იმიტომ რომ აი წამოსვლის წინ, თქვენთან წამოსვლის წინ მოვისმინე რომ შეაჩერეს ქართულ ბანკის თანამშრომელთა ბინების და ქონების აუქციონზე გატანის პროცესი. დღეს დილას ქალბატონმა მაია ფანჯიკიძე მოუწოდა რომ ნუ გააკეთებთ ამასო და უპასუხეს საღამოს რომ ჩვენ საფუძვლიანათო საგნობრივად შესწავლის შემდეგო ესე იგი წარმოიდგენიათ რამხელა დანაშაულია რომ სასამართლოს თურმე საფუძვლიანი შესწავლის გარეშე გამოუტანია ეს დადგენილება რომ უნდა გაიყიდოს მაგალითად ნოდარ ჯავახიშვილის ქონება ხო და ეხლა რადგანაც აქედან ასეთი NDI-დან და ეს გროვდება თანდათან ხო ეს შენიშვნები მიიღეს ეხლა დღეს საღამოს გამოაცხადეს კარგია რომ გამახსენა გამოაცხადეს რომ საფუძვლიანად შესწავლის შემდეგო გადავდებთო საფუძვლიანად ნუკლებ დაუკავშირეს საზოგადოების აქტიურობას ესე ხედავთ თქვენს რომ საზოგადოების აქტიურობა პირდაპირ პროპორციულია ამ შეფასებებს ბატონო ვასიკო რომ მაგენი აწარმოებენ შიდა კვლევებს ეს ყველა პარტია ამას აკეთებს და ამაში ცუდი არაფერი არ არის და როგორც ჩანს ის შედეგები რასაც ჩვენ ვხედავთ ეს ილუზორული არ არის
აი ამ შედაგლებში ვადათემო არ დამავიწყდეს მე ბოდის ვიხდი აი ეში და მათ ჩაატარეს კარდაკარი რამდენჯერმე ნაციონალებმა ჩვენ ჩავატარეთ რა თქმა უნდა იქ ეხლა ესეა ზოგმა გაბედა და თქვა რომ მე მხარს უჭერ ქართულ ოცნებას ზოგმა თქვა მე ჯერ არ გადამიწყვეტია ეხლა მათ კარგად იციან რომ ვინც თქვა მე ჯერ არ გადამიწყვეტია იმას ფაქტურად გადაწყვეტილი აქვს ეხლა მოგვივიდა ჩვენ აი სწორედ ასეთი ინფორმაცია რომ მათ უნდათ რომ სიებიდან ამოიღონ ეს ხალხი ვისაც არ გადაუწყვეტია ვითომ ჩაწერა და თან არის მომხრე და აი აქედან მინდა ვთქვა რომ არ გაბედონ იმიტომ რომ აი ამ ის ხალხი არის აღშფოთებული ყველა ეხლა რომ ვინც გაიგო რომ ასეთი რამე შეიძლება დაუპირონ და ატყდება ერთი ამბავი ამაზე არავინ არ მოითმენს სწორედ არჩევნების დღეს რომ მივიდეს და სიაში უცბად არ იყოს აი რაღაც ამდაგვარ რაღაცებს ფანდებს ესენი კიდე იგონებენ მაგრამ ეს არის უკვე მართლაც აი ისეთი აშკარა რაღაცები რომ ვეღარ გავა რა მოკლედ რა ყოველ შემთხვევაში ჩვენ მე ვფიქრობ რომ მიუხედავად იმისა რომ გარკვეული ხმაური ამას მოყვა გარკვეულად ჯერ კიდევ ვინაიდან დიდი ტემპია წინასაარჩევნოდ კარგად ვერ შეფასდა ის ამბავი რომ ხელისუფლება რომელიც იბრალებდა შეიძლება ვთქვათ ესე ევროპასთან ამერიკისკენ ტოლვას და ვთქვათ ესე მოდერნის და იმას უცებ იღებს შეფასებას არჩევნებამდე თვითონ რომ არის ცოტაოდენი ლენინიზმი შეიმჩნევა ქვეყანაში ისედაც ეს ღრმა ლენინიზმია ვთქვათ ამ ვითარებაში და ესე ვთქვათ ესეთი მკვეთრი შეფასება იმ დაუსახურებელი ქებისგან ხშირად რომ ჩამოდიოდნენ ხოლმე ტელევიზორში ორი დღე ჩამოვიდოდნენ იქეიფებდნენ შეაფასებდნენ საქართველოს დემოკრატიის შუქურა თქვენ ესე დურად მოულოდნელი შხაპივით იყო ეს უცებ ლენინიზმი იყო ახალი ეტაპი ამ ხელისუფლების შეფასებაში რა კარგი იყო რომ აქეთ რომ დაგვაბრალეს ის პატარა გოგო ყავთ რა ხო ამაზე ცალკე სხვათა შორის ეს არის წინვალე სხვათა შორის ნიმუში ეს გრევაზე უფრო კარგი რამე ნიბლია კი არა გას რა ქვია და გეტყვით რაშიც თომა დაუშვა შეურა რომ გამოვიდა და გეტყვით რაშიც თომა დაუშვა თქვენ მადნავაცი რა არის იცით ეს გროვდებოდა როგორც აი პირველი საკითხი რაც დააყენეთ ერთ-ერთი იყო პროფესიონალიზმი და გამოცდილება და ეს იმდენად ისეთ არაპროფესიონალი როგორც ჩანს პოლიტიკოსები არიან და ის პიარშიკები სხვა შორის იცით იცინის ის ვინც ბოლოს იცინის ვარ რა არასწორი ყოფილა მაგათი გათვლები მაგათ გაუწყალდათ ის რომ ყველაფერი აი რუსებს აქვთ კარგი სიტყვა чувство всё дозволенности აი ეს გაუჩნდათ რომ ყველაფერი გადის ყველაფერი შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს ესენი ჩმორები არიან ამათ ვინ ეკითხებათ რამეს ხო გახსოვთ ძაღლიყებს კარავანი მიდის არა აი ეს გამოთქმები და როგორც ჩანს აი ხა ბიჯერამ სწორედ თქვა ეს გუშინ იყო ისა რომ მეც ყნარათა ვარ იმიტომ რომ ეს გროვდებაო და ეს რო დაგროვდა ჩვენ ბატონო და უცბად ამ ხალხმა დაინახა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ერთად დემოკრატიულმა სამყარომ დაინახეს რომ ეს არ არის მართლა ის რაც ჩვენ გვეგონა იმიტომ რომ ბრმად ენდობოდნენ ისევე როგორც მაგათ ხმამისა ბრმად ახალგაზრდობის და ნუ შევარდნაძე მოძულებული ყავდათ ასე ვთქვათ საზოგადოებას იმიტომ რომ სტაგნაცია იყო თორე შევარდნაძე ამასთან შედარებით რა თქმა უნდა დემოკრატია იყო პრესას თავისუფალი იყო შედარებით და ყველაფერი აი ამ ხრი უკეთესად ყოდათ მაგათმა ხო აი თუ ოდნავ რამე კეთილდღეობა არის და მე ვერ ვიტყვი ახლა რომ თლათ ისეთი დონეა ბიუჯეტი გაზრდილიას ყოს რომ დაანებო ეს ბიუჯეტი და ყველაფერი ეს არის გაზრდილი ადმინისტრაციული რა ქვია მობილიზაციის გამო და არა ეკონომიკის განვითარების ეს აბსოლუტურად არალოგიკური რამე არის ეს აუცილებლად ცოტა ხანში სულ ჩამოეშლებათ როგორც უყურს ეს სიტყვა ჩამოშლილი ხო აი ესე მოუვიდათ აქა ჩამოეშალათ ეს ყველაფერი იმიტომ რომ საფნის ბუშტი გაიზარდა და უნდა გასკდეს როდისმე და აი გასკდა ჩემო ბატონო და გასკდა სწორედ ისე დროს ეთქობა მოწინააღმდეგე იმდენად კვალიფიცირებული ყავს ახლა რომ იმან შეუწყო ხელი რომ ეს ბუშტი სწორედ როგორც სპორტსმენი უნდა შეჯიბრის წინ კარგ ფორმაში უნდა იყოს არა ისე მიიყვარა ბატონო აბიძინამეს და სწორედ ეს ბუშტი გასკდება ალბათ 29-ში უკვე საბოლოოდ გასკდება 29-ში როცა დიდი შეკრება დიდი შეკრება იქნება და მე ვეთანხმები სრულად ბატონ ნუკრის და ბიზინამაც თქვა ხო ჩვენის გუში რომ ჩვენ სახლს არავინ ვერ დაგვილაკებს ჩვენი სახლი ჩვენ უნდა დავალაგოთ თვითონ ამიტომ ჩვენი საკეთებელი რაც არის ჩვენ დიდი იმედი გვექნება რომ იმას უცხოელები გაგაკეთებენ აი სწორედ ეხლა უნდა ჩაუყაროთ ჩვენ საფუძველი სამოქალაქო საზოგადოების ნუ შედახსენე აი სუბიდა დაუბრუნე და აი თვითონ ამ ფენომენს როგორ შეაფასებ, როდესაც ჯერ უარყვეს არავითარი ლენინიზმი არ არისო, ისო სულელიაო, იპატიოსან კაცს ესე ვთქვათ უძახეს და ლენინიზმი არისო, და ვთქვათ სხვა შეს კულტურის ვინც და ლენინიზმია ხალხს რო ხრეტენო ახლა, ნუ ესე ვთქვათ.
ჩვენ ხალხს არ ვხრეთ თუ ანუ ესე იგი მაგრამ ნუ ლენიზმის სხვა რამეც არის და აი მას როგორ შეაფასებ როცა გამოვიდა საღამოს ესე იგი ქალბატონი და გამოაცხადა რომ კიო როგორ არ არის ლენიზმი ოღონდ იმაზე თქვა ოღონდ თქვენზე თქვეს ხო არა ხო ნებილია მეთქი ბოდიში მინდა იმაზე თქვა ხო და საქმე იმაშია რომ აი ეს არის სწორედ აი ეს ზნეობის კრიტერიუმის მაჩვენებელი რომ რაღაცას შენზე რომ და არა შენ ახარო რომ გეუბნებიან ეს არის დოჩილენინი ესეთ ხო აი ეს არის ეს აღარ შენო რომ მაგრამ აი ხა თვითონაც მე მგონი კარგად ხვდებიან რომ გონიერება ჭკუა გაბედულება სიმტკიცე არის აქეთ მხარეს იქ ერთადერთი რამე შეიძლება მარტო რკინის ფარდის ჩამოფარება რომლის თავიც მათ ახლა არა რეკლამა და რეკლამის შემდეგ ბოლო ბლოკი გვექნება დასკვნეთი გრძელდება კონსილიუმი და დღეს კონსილიუმის წევრები არიან ქართული აკადემიის დამფუძნებლები ბატონ თემურნენიშვილი და ბატონ ნუკრი ხანთარია და მე ვფიქრობ რომ ვინც საქართველოში ცხოვრობს და აინტერესებს ჩვენი ქვეყნის ბედის ქართული აკადემიის შესახებაც იცის და გაუგია იმ დროს როცა ძალიან ცოტა ლაპარაკობდა ქართული აკადემია შეიძლება გაჭირვებით, მაგრამ იმ უგუზას ინახავდა, რასაც ქვია სწორედ სხვადასხვა ისიც დავიწყეთ სამართლიანობის კომპეტენციის და გაბედულების ეს სამივე თვისება ნამდვილად ამ აკადემიას ნამდვილად ასე ვთქვათ არაკლია და საიდანაც ვთქვათ ამ თავისი გამოცდილების გადატანა ნუკრიბ გადაწყვეტა პარლამენტში, რასაც მე პირადად და დარწმუნებულად ვერ მიესალმება, იმიტომ რომ აი სამი კომპეტენციის თვალსაზრისით ამ სამი ცნების თვალსაზრისით ნუკრის ნამდვილად წუნი ნამდვილად არ დაედება და მე ყველს თქო აიღოს ყველა მოქალაქეებმა ეს ფინდონ ყველა ჩვენმა მოქალაქემ აიღოს სია მოცალეობის ჟამს ვისაც უჭის არჩევანის გაკეთება ჩამოწეროს აქეთის ძირითადი ერთი სია ჩამოწეროს მეორე სია და ამ სამი ნიშნით შეაფასოს პლუსი და მინუსით მე მგონი და რა შედეგსაც მიიღებს და რაცაც ეტყვის გული და გონება იმითი ისე გადაწყვეტოს და ისე იმოქმედოს და თქვას რა ეს არის პირველი ნომერი არის უფრო კომპეტენტური, უფრო გაბედული, უფრო სამართლიანი ვიდრე ვთქვათ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩვენ ამაზე სხვა შორის გადაწყვეტილი გვაქვს რომ მაცივარში შეიხედოს მე მანამ წავალი გასაკვირველია და მისაცემად მაცივარში ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ გადაცემაში ესე 3-3-4-4 როგორც მოვასწრებთ სტუმრებმა რომ შეაფასო ხოლმე რაღაც გარკვეული ქულებით ახლა დღეს რადგან თვითონ ნუკრიც მონაწილეობს არჩევნებში დღეს ამით აღარ შეგაწუხეთ და შემდეგ მე ვფიქრობ რომ ეს ორი ადამიანი მოწვეულმა შეაფასოს ხოლმე პირველი ნომერი, მესამე ნომერი, მეორე ნომერი, მესამე და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ნუ ესეთი შეკითხვა მინდა მოგცე მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ესე ვთქვათ, ხელისუფლებამ აიღო ხელში იმ ესე ვთქვათ იმის განჯა და იმის დაბრალება რომ ვინ არის რატომღაც რუსეთის და კრემლის საქმის კეთებელი, მაგრამ მე რამაც გამოცვიფრა და დაწურებული ვარ ძალიან ბევრი გააკვირვა. ძალიან შეიძლება არ გააკვირო, მაგრამ თვითონ ამ შინაარსმა გავაკვირვა დღეს ყოველ შემთხვევაში გავცელდა ლარისა ბურაკოვას ესე იგი წიგნი გამოუცია და იქ არის კახაბედუქიძის ერთი პასაჟი, რასაც ის ყვება საკუთარ თავზე. კერძოდ, კახაბედუქიძე ყვება 2004 წელს გადავდექი გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნების გენერალური დირექტორის თანამდებობიდან. საქმეები კიდევ რჩებოდა, მაგრამ ყოველდღე გადაწყვეტილების მიღება აღარ მიწევდა. მე ყურადღებას ვუთმობდი ეკონომიკის უმაღლეს სკოლას. ვფიქრობდი რა მეკეთებინა. მაის-ივნისში ვაპირებდი საფრანგეთში და ესპანეთში წასვლას, რამე სახლის შესათვალიერებლად ხედი ზღვაზე. ვათვალიერებდი კატალოგებს და ამ დროს დამირეკა არკადი ვოლსკი 1992 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში რუსეთის მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელობდა, ეს ავტორის ჩანართია, მეუბნება საქართველოში და წახვიდევ. პასუხობ, მე სხვა გეგმები მაქვს. ის კი თავისას იმეორებს, საჭიროა ხომ გესმის, რას ვიზამ ჩვენს გარეშე. მორჩა მივდივართ. სააკაშვილმა მიგიწვია, პუტინი თანახმაა. ყველაფერი მომზადებულია, ჩარტერი შეკეთილი გვაქვს. გთხოვ, თორე უხერხულია. აი რა არის შენი კომენტარი? სააკაშვილმა მიგიწვია, პუტინი თანახმაა. კი ბატონო, მე მინდა მივმართო ახლა ნაციონალებს და ხელისუფლებას ძირითადად და უშროებას რომ აი რო ეძებდით თქვენ და გინდოდათ რომ გამოგევლინათ რუსეთის აგენტები აქ ყოფილა შტირილიცი აქვე არის თვითონვე ამბობს ეს კაცი რომ მე ვარ აგერ უწერია რა პირდაპირ და ასე რომ დიდი ძებნა აღარ დაჭირდებათ ამათ აი აქ არის სწორედ ეს ძალიან საინტერესო აღმოჩენა ამ ხრივ ჩვენ ყველა ვამბობდით და ვიცოდით და ვიძახდით არა რომ კი ბარა ბენდუქიძე აბა ესა მაგრამ ახლა თვითონ ეს აღიარება თავისთავად არის აღიარება რომ აი ეს ადამიანი სპეციალურად გამოგზავნილი იყო სწორედ პუტინის ხელდასმით საქართველოში. არ ვიცი, სტერილიც არ ვიცი, ბატონო, მაინც ნახეთ წერია, საჭიროა, ხომ გესმის თუ სხვა სახელი დავარქვათ ახლა სტერილიცი ავიჩემე თუ სხვა სახელი დავარქვათ, მაგრამ ახლა ხუმრობის გარეშე ეს ძალიან სერიოზული რამეა.
ბატონუგრი, იცით რა შეასახმე? ეს ინტერპრეტაცია ზუსტი არის, რაც თქვენ ძალიან აი თვითაღიარების მომენტი არის აქ და იმ სამართალდამცავებმა თუ ეს დანაშაული არის, რომ რუსეთში დამოგვეწარმა კაცმა შეიძლება საქართველოში მოვუწოს, აგერ არის ფაქტი. მით უმეტეს ბატონეთმო ერთი დამით რომ მე ვიცი რომ დაურეკეს ჟურნალისტებმა და მან პასუხი ამაზე არ გასცა და საერთოდ. რა აქ საინტერესო რა არის, იცით? ძალიან ხშირად მე მესმის ხოლმე რომ ბატონ ბიძინას რო ახსენებენ რუსი ოლიგარქიო ამობენ. ოლიგარქი რას ქვია? ეს კლასიკური განმარტება ალბათ მათ იციან რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ასე ამობენ. ოლიგარქი არის, როდესაც კერძო ბიზნესი არის ხელისუფლებასთან კონტაქტში, ასე ვთქვათ, მათთან ურთიერთობით, ხო? ეს არის ოლიგარქი. აი ბატონო, კლასიკური მაგალითი. პუტინის ჯერეგეთი VPK არის, ხო, ის რასაც ხელმძღვანელობდა და მე მგონი ის ტანკები შემოვიდა გორიდან, ხო? რომლებსაც სწორედ იქაცხობდნენ მაგ ქარხნებში, ხო? აი ასეთი რანგის მილიონერი არის მოღვაწეობს საქართველოში და ებარა მთელი საქართველოს ეკონომიკა, ხო? ჯორაგინა დაანებე თავი როცა არ აქვს სულთა ხელები მე ეხლა სიმართლე გითხრათ არა ვარ წინააღმდეგი რომ ბენდუქიძემ დაუშვათ არ მომწონდა მისი ისა მაგრამ ბენდუქიძემ საქართველოში იცხოვროს და იმოღვაწეოს კი ბატონო ვერაფერს ვერ ხედავ ის მაგრამ შენ როდესაც ამისთანა ქველმოქმედ კაცი ამისთანავის მეუნები და რუსული და მეტი ვერაფერი ვერ მონახე არა მაშინ ცოტა შენ სამზარეულოში და პლუს ის ორგანიზაციები და ის NGO-ები კლასიკური ოლიგარქი ვისაც აფინანსებს ბენდუქიძე იმ ორგანიზაციები ან ჟურნალი იქნება, გაზეთი იქნება, რაღაცა იქნება, იმათი საქმე სწორედ ეს ხო და ეს ყველაფერი ერთმანეთზე აკინძული. არა, სწორედ ეს არის კიდე და იქ არის ერთი ფრაზა გზავნიან საქართველოში არა თუ როგორ წერია ვადმოსკო უნდა წახვიდე უნდა საჭიროა ხომ გესმის რას ვიზამ ჩემს გარეშე მორჩა მივდივარ კაც გამოგზავნეს მან თავის მისი არ ვიცი ახლა ხუთი მორჩა მივდივარ ეს ქართულად კიდე რუსულად ახლა მაგდა ყველა მეცეს ასან პირდაპირ ბძანებას ავითარე ეს უნდა შეასრულოს ეს არ არის და თუ ხერხული ეს არის ბოლოს რაღაცა ეს არის სტრატეგიული ობიექტები იმ პოლიტიკამ გაასხვისა ხო იმ პოლიტიკამ გაასხვისა, რასაც ის ეკონომიკის მინისტრი აკეთებდა. ბატონო, მე გული მიგზნობს, დაბამ დახუთ. ახლა ერთ რამეს ვიტყვი, ბატონო, აი აუცილებლად ამოტივდება ბევრი რამე, რომელიც ჩვენ კიდე არ ვიცით ახლა და ეჭვი გვაქვს, მაგრამ აი ისეთი რაღაცები გაიხსნება, ამაში აი სრული რწმენა მაქვს ჩვენ აი ოქტომბრის შემდეგ, როდესაც სწორედ ხელისუფლება შეიცვლება და სულ ვამბობ ერთ რამეს, რომ არავითარი შურისძიება არ იქნება, არავითარი პოლიტიკური დევნა მე პირადად დაუდგები, მაგრამ სასამართლო უნდა გაარკვიოს მისხალ ყველაფერი აუცილებლად და მხოლოდ აი მოსამართლეებს ექნებათ ძალიან ბევრი საქმეები. თვითონ მოსამართლეებიც ალბათ გასამართლებიან ბევრი, იმიტომ რომ გვაქვს ამისი მაგალითები, ხო არასწორი იმის. აი აქაც ალბათ სერიოზული სამშენებლო ექნება. ხო და მე მაინც უცდიდი საღამომდე და მაინც გული მიგზნობს რომ ხვალ თუ არა, ხვალ მაინც გამოქვეყნდება და იტყვიან ამას ესე ვთქვათ სახელმწიფო აი ეს ექსპერტები და თვითონ ბედუქიძეც რომ ეს არის ივანიშვილის მიერ ჩაწყობილი და მსგავსებას არავის არ უთქვია. მე გული მიგზნობს რომ ესე იქნება და ამ ეპიზოდზე ამ ჩვენებაზე დადგებიან რომ შეუძლებელია ლენინის ის არ იყოს მაგრამ მე მართალი გითხრათ აი პირველი შეიძლება ითქვას ბევრს არ მოწონს პოლიტიკური შინაარსით და მართალი გითხრათ ნუ ასე იყო და მე მეორე ერთი აბზაცი იყო რომელიც მართლა გითხრათ ძალიან მომხვდა გულზე და ეს შეიძლება იყოს მართლაც ის წყალგამყოფი საქართველოში ვის როგორი დამოკიდებულება აქვს სამშობლოს მიმართ ეს არის ტერიტორია არ არის მარტო გაეროს მიერ აღიარებული საზღვარი ეს არის გულის მიერ აღიარებული სამშობლოს განცდაც არის ხომ ესე უნდა იყოს არა და ვიცი და დედაშვილობა მეც არ გთხოვ შესვიცას მივაბარეო აი ეს რას ეუბნება თავისთავად ჭკვიანი ადამიანი ამობს მანამდე საქართველოში თითქმის არ ყოფილვარ რატომ ბენდუქიძე წერს ამას იმიტომ რომ ქვეყანაში ელექტროენერგია არ იყო მუდმივად შეფერხებები იყო წყლის მიწოდებისას ყველაფერი მოუწყობელი იყო ნათესავები და მეგობრები ჩემთან ჩამოდიოდნენ ვიფიქრე კარგი ჩავალ ქალაქი მტრიანია გზები საშინაო მდგომარეობაშია მაგრამ გძნობ რომ რაღაც შეიცვალა მე მგონი ეს არის ერთი ტიპიური მომხმარებელი ეს უნდა დაუპირისპიროთ ახლა იმას რაც გუშინდელ ფილმში ვნახეთ რასაც ამბობს ბიძინა რომ დედაჩემი თუ მოხუცია სამშობლო და სულ ამაზე ლაპარაკი და ახლა დაუპირისპირეთ ამას აი ეს არის ასე ვთქვათ მერკანტილური დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და საერთოდ იცით რა არის ამაზე მე მგონი ახლა წესიერ ნორმალურ საზოგადოებაში არც უნდა მსჯელობდეთ ეს
იმდენად ნათელი არის აქ ყველაფერი, რომ აი სწორედ თუ გადავიტანთ იმაში ვის უნდა მივცეთ ხმა რა, აი ეს დაპირისპირებისთვის გამოგვადგება ერთის მხრივ დგას აი ასეთი ადამიანი, რომელიც ხედავს რომ რისკს ედებს მთელ თავის ავლადიდება აქვს, მე რო დავდო არაფერი არ მაქვს, მაგრამ კაცა აქვს და მიდის ამ რისკზე ეგეც და კალაძეც სხვათა შორის, ხო? და მეორე მხარე კიდე მტვერიანი და იმაზე ლაპარაკობს და საერთოდ სამშობლოს ცნება მე ყველგან ვამბობ ამას სამშობლოს სიტყვა სამშობლო სააკაშვილს არ უხსენებია 9 წელს განმავლობაში. იცით თქვენ ესაც სიტყვა სამშობლო მისი პირიდან არ ამოსულა და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა სწორედ ამით დაიწყო. დავინახე რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს ვაგებთ მე სამშობლო მეკარგებავ. და გუშინაც თქვა სამშობლო მეკარგება და რა თმინდა ეს ყველაფერი. სწორედ ამაშია თანათან უნდა დავასრულოთ ჩვენი კონსილიუმი და ეს არის ერთი რამ და ეს არ არის საშენება იყოს რაც ბატონო თეოდორ ბძანა რაც ნუკრი ბძანა რომ ეს არ შეიძლება იყოს პათეტიკა იმიტომ რომ უსამშობლო ადამიანი ცოდოა და გახმება უბრალოდ ეს არის აუცილებელი რამ რაც არის და ამიტომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ სამშობლო ყველა შემთხვევაში იმიტომ რომ ეს ან გაგზარდეს ეგრე და გააკ ან არა ხოდა და არჩევნებში არის გული, რომელიც კაცობრიობის გამოცდილება, კაცობრიობის გამოცდილება ამბობს, რომ ის არანაკლებ და ზოგჯერ უფრო ზუსტი მრჩეველია კიდევ ვიდრე გონება, რომელსაც უფრო წაძლევს ხოლმე ზოგჯერ ადამიანის ზუსტია მერკანტილური რამ განცდები და მოდი გული და გონება შევწონოთ და გადავწყვიტოთ, რომ ავირჩიოთ, ვინც უფრო სამართლიანია, ვინც უფრო კომპეტენტურია და ვინც უფრო გაბედულია და არ მოვატყუოთ საკუთარი თავი, დაუჯეროთ საკუთარ გულს და ეს იქნება ნამდვილად უფრო უკეთესი. დღეს 3 დღე მშვიდობები და ხვალ საღამოს შევხვდებით 8 საათზე.